შეიძლება ეს არის ბოლო ვიდეო, რომლის გადაღების უფლებასაც სასამართლოს დერეფანში მაძლევენ. ქართული ოცნების ახალი კანონპროექტით ჟურნალისტებისთვის ხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება. მიშას დროს როგორც იყო, ეზოში იდგებით ხოლმეო და ისე გააშუქებთო. მე ჩემი კამერით, რომელიც სულ თანდამ აქვს და რომელიც ჩემი პროფესიული იარაღია, ვერ შემოვალ აქ. საზოგადოებას უფრო ნაკლები ინფორმაცია ექნება იმაზე თუ რა ხდება სასამართლოში. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც სხვათა შორის დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ, იზღუდება მათ შორის სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება. პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. ვინ იქნება სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი? ეს ჯერ დაუსუსტებელია. ახლა რასაც ვიღებთ ტელეკამერებით, ამის გადაღების შესაძლებლობა აღარ მოგვეცემა. სასამართლო შეიძლება მოგცეს ის მასალა, რაც მას უნდა და არა ის, რაც რეალურად ხდებოდა სასამართლო დარბაზში. თუ აქამდე სხდომის აუდიო ჩაწერა ყველა შეეძლო, მათ შორის დამსწრეებსაც. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ამ უფლების მისაღებად მოსამართლეს დასაბუთებული შუამდგომლობით უნდა მიმართოთ. იგივე წესი გავრცელდება ვიდეოს გადაღებაზე. არაფერია ნათქვამი ფოტოზე. ყველაზე მეტად ალბათ რატომაც საჭირო იყო სასამართლოსთვის ამ კანონის მიღება არის ის, რომ დააზღვიონ ცრუმოწმეები და აღარ დასჭირდებათ გდდ-ს თანამშრომლებს პირბადის გაკეთება, იმიტომ რომ აღარც კი დასჭირდებათ სახის დამალვა, ვერავინ ვერ გადაიღებს მათ სახეებს. ახლა მე ჩანთაში მიდევს კომპიუტერი, რომლის დახმარებითაც ლაივ ბლოგი მაქვს სასამართლოს ხდომიდან, მიკროფონი, რომლითაც ინტერვიუებს ვწერ, სამუშაო ტელეფონი. ახალი კანონპროექტით სასამართლოს უფლება აქვს, რომ ყველა ეს ნივთი დამატოვებინოს შემოსასვლელში, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციის გარეთ გამოტანის ერთადერთი საშუალება შეიძლება გახდეს ბლოკნოტი და კალამი. პროცესებზე რაც ხდება, ეს არის თვითონ პოლიტპატიმრების გამოსვლები, სიტყვით გამოსვლები, ემპათიას აღძრავს მაყურებელში და მსმენელში. აი ეს ემპათიის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულიად დაიკარგება. ნაცების პერიოდში რეპრესიებს რო გვახსენებენ ხოლმე, რომ იმ პერიოდის დაბრუნება არ უნდა, ზუსტად იგივე პრინციპები ბრუნდება. ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა მედიის მუშაობას სასამართლოში კიდევ უფრო გააუარესებს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეს, როგორ მიმდინარეობს სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა. პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ნიშნავს, რომ მას მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით მიიღებენ.